დილამშვიდობისა ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ვინც ახლა შემოგვიერთდით, ჩვენ ძალიან კარგი თემით დავბრუნდით, გარემოს დაცვა. გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რა კეთდება გარემოს დაცვით ცნობიერების ასამაღლებლად ახალგაზრდებში? აი ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარია გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი თამარ ბარბაქაძე. მოგესალმებით ქალბატონო თამარ და ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენთან ასეთი მნიშვნელოვანი თემით და რა თქმა უნდა მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან მოხარულები ვართ. ცნობილია რომ სკოლებში და ბაღებში ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ესე იგი მიმდინარეობს საინფორმაციო ვიზიტები. დიახ, მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია რომ პერმანენტულად უთმობთ ეთერს გარემოს დაცვით საკითხებს. დიახ, გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი აქტიურად აწარმოებს საინფორმაციო შემეცნებით, შეხვედრებს საჯარო სკოლებში, კერძო სკოლებში, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და ეს შეხვედრები მოიცავს თანამედროვე გარემოს დაცვითი დღის წესრიგისთვის პრიორიტეტულ და აქტუალურ საკითხებს. მათ შორის როგორიც არის კლიმატის გავლენა ეკოსისტემებზე, ნარჩენების მართვის პრინციპები, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვა, პლასტიკის გამოყენების შემცირების გზები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ეს თემა და ეს საკითხი განიხილება ინტეგრირებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომებით, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს მიღებული ცოდნის ადაპტირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხო, ბუნებრივია, იმიტომ რომ ბავშვებთან ბაღის ბავშვთან, სკოლის ბავშვთან რაღაცა სხვა მიდგომა, სხვანაირად უნდა დაელაპარაკო. სხვა ტიპის კომუნიკაცია ჭირდება ნამდვილად გეთახმებით. რამდენად ინტერესდებიან ბავშვები მაგათთვის? ძალიან საამაყო და სასიხარულოა ჩემთვის, რომ ძალიან მაღალია ჩართულობა და ინტერესი მოზარდების მხრიდან, მათ შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვებიდან, თქვენ ახსენეთ კონკრეტული მიდგომები. ბაღის ბავშვებს ახლა ვერ გაესაუბრები სპეციალური ტერმინოლოგიით, ხო, ან საგნობრივი პროფესიული ენით. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა მითების, ზღაპრების, პატარა მოთხრობების დონეზე წამოვჭრა ეს საკითხები და პრობლემები, მაგრამ იმდენად ჭკვიანები არიან, ყისიერი რეაქცია აქვთ ყველაფერზე და უცებ ხვდებიან ხოლმე. რამე იდეებსაც ხო არ კარნახობენ ხოლმე. ძალიან საინტერესო. არა, აქვთ სხვათა შორის იდეებიც და განხორციელებული იდეებიც აქვთ, მათ შორის საბავშვო ბაღის ბავშვებს მეორეულ სიცოცხლეს ანიჭებენ სხვადასხვა ნივთებს და ძალიან საინტერესო სათამაშოები და ბიომრავალფეროვნების თოჯინები აქვთ შექმნილი. რაც შეეხება მოზარდების, ანუ უკვე სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას, ვფიქრობ ეს მეტწილად განპირობებულია ზოგადად უკვე გლობალური ეკოლოგიური პრობლემებით, ასევე ლოკალური პრობლემებით, რომლებთანაც მათ უშუალო შემხებლობა აქვთ და ძალიან სწორად აქვთ ეს შემხებლობა გააზრებული მათ. და რაც მთავარია თვითონ ეს შეხვედრების ფორმატი არის დიალოგის რეჟიმი, ინტერაქტიული. შესაბამისად, ისინი აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს, გამოხატავენ საკუთარ ხედვას, ერთვებიან დისკუსიაში, სვამენ კითხვებს, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მოზარდების როგორც კრიტიკული აზროვნების, ისე გარემოს დაცვითი ცნობიერების განვითარებაზე და ეს ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა. არაჩვეულებრივ. და პროექტის ფარგლებში ხომ არ არის გარემოს დაცვითი აქტივობები დაგეგმილი, ასე ვთქვათ. პრაქტიკულ ნაწილს გულისხმობთ ალბათ, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები მხოლოდ თეორიულ სწავლებას არ მოიცავს, მოიცავს ასევე პრაქტიკულ კომპონენტსაც, კი ბატონო, რაც კიდევ უფრო მეტად აახლოვებს როგორც საკითხთან, ისე პრობლემასთან მოზარდებს. ეს არის მაგალითად გამწვანების აქციები, ხის დარგვის აქციები, ვთქვათ, შუშის შეგროვება ძალიან დასუფთავების აქციები. მსგავს პროექტებში და მაქსიმალურად ჩართულები არიან და აი სწორედ ეს არის, რომ ესე განყენებულად თეორიული ნაწილი არ არის მხოლოდ. ძალიან კარგი იდეები და ინიციატივები აქვთ თვითონ ბავშვებს, მხოლოდ კი არ გვთავაზობენ, უკვე განხორციელებული იდეებს გვახვედრებენ. აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ დღევანდელი პირდაპირ ეთერით და საჯარო მადლობა გადაუხადოთ თითოეულ პედაგოგს, რომლებსაც მართლა ლომის წვლილი მიუძღვით.
მათი ცნობიერების ასე მზაობაში, გარემოს დაცვითი განათლების ნაწილში და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადო საკუთარ უწყებას მიკერძოებაში ჩავამართვეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მაქსიმალური მხარდაჭერისთვის და იმ მუნიციპალიტეტებს და თემებს მათ ხელმძღვანელებს, რომლებიც ასევე მაქსიმალურ მზაობას და მხარდაჭერას გამოხატავენ ჩვენი პროექტის მისამართით. ჩვენგანაც მადლობა თქვენს და მათ ვინც ჩამოთვალეთ ყველანი. იცით რა, აი ამ პროექტის ფარგლებში, აი ეს პროექტი რამდენად ზრდის ამ ბავშვებში პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მართლაც ბავშვებიდან თუ არ მივაჩვიეთ ამ ბავშვებს, რომ ქუჩაში არ უნდა დააგდონ და ის თქვათ შეინახონ თუ იმ წუთას ქუჩაში ურნა არ ხვდებათ და შემდეგ როცა მივლენ ურნაში ჩააგდონ. აი ეს პასუხისმგებლობა რამდენად უჩნდებათ ბავშვებს აი ამ ყველაფრის შემდეგ. რეალურად ეს კამპანია სწორედ ამას ემსახურება, რომ პასიური მსმენელიდან აქტიურ პასუხისმგებლიან მოქალაქედ იქცეს მოზარდი და ტრანსფორმირდეს თეორიული ცოდნა უკვე პრაქტიკაში. შესაბამისად ეს რა თქმა უნდა აყალიბებს როგორც გარემოს დაცვით პასუხისმგებლობას, ისე გარემოს დაცვით ეთიკას და მათ შორის მდგრადი ქცევითი ნორმების დამკვიდრებას. აი წაღან ინიციატივებსა და იდეებზე საუბრობდი და არ შემიძლია რამდენიმე მაგალითი არ მოვიყვანო. საინტერესოა. ჩვენ ამ უკვე 2026 წლის ფარგლებს გულისხმობ ამ რამდენიმე თვეს დაახლოებით 12 მუნიციპალიტეტის 2000-მდე მოსწავლეს, 2500-მდე მოსწავლეს შევხვდით და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში აქვთ ეკოთოჯინების თეატრი. ანუ თვითონ ბავშვები ამზადებენ ეკოთოჯინებს, აქვთ სცენაც და ქმნიან ძალიან საინტერესო ამბებს და ისტორიებს, როგორც ბიომრავალფეროვნებაზე, ისე წყლის ბინადრებზე, მათ შორის ანთროპოგენური ადამიანური დაბინძურების რისკებზე და გადაჭრის გზებზე. მაგალითად, ჩვენ დავესწრით ასეთ წარმოდგენას, როცა ერთი თევზი მეორე თევზს შესჩივის, რომ ადამიანის უპასუხისმგებლო ქცევამ ამორფულად ქაოტურად განთავსებული ნარჩენების ხარჯზე ის დააზიანა, დაავადა და აი არც იცის რამდენი აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა დარჩენი, ანუ იმდენად ემოციურია ეს ყველაფერი. შემოქმედებით ჭრილში აქვთ განხილული ბავშვებს კრიტიკული მნიშვნელობის საკითხები, ძალიან მნიშვნელოვანია. კი, და ნახეთ აი ამ ფანტაზიის ნაწილში, აი ამ შემოქმედებით ნაწილში, მარტო მათი ეს შემოქმედებითი უნარები კი არ იზრდება. რეალურად ახლოს შემხებლობაში ხედავენ აი ამ თითოეულ პრობლემას და ძალიან სასიამოვნოა გადაჭრის გზებზეც ძალიან აქტიურად ფიქრობენ, აგროვებენ მინას, აგროვებენ პლასტიკს, შემდგომ ამას აბარებენ, ამწვანებენ სკოლის გარე პერიმეტრს და ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა მათ მშობლებს, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც ოჯახებიდან, ყველაფერი ოჯახიდან მოდის და შემდეგ უკვე ბაღი, სკოლა და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი რაღაც უნდა ვთქვა, აი თქვენი პროექტი არის ზუსტად აი მოზარდებში რაღაცა ხაზგასმით არის ნათქვამი და იცით რა მინდა ვთქვა, აი მე მაგალითად ძალიან ხშირად აი თეატრში ან დაწესებულებში შემოდის რაღაცა იქირავებენ, თქვათ, სკოლა ან კონკრეტული, თქვათ, მოცეკვავები ანუ და მინდა გითხრათ, რომ ბავშვები ისე არ ანაგვიანებენ ხოლმე, რამდენადაც მშობლები. აი, რამდენად მნიშვნელოვანია, გასაგებია მოზარდებზე მუშაობთ, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობა ვფიქრობ უკვე ზრდასრულებშიც. აი ამ კუთხით იცით როგორი მომენტია, ზრდასრულის ქცევის ცვლილება საკმაოდ რთულია მოგეხსენებათ ალბათ და სწორედ ამიტომ არის მიზნობრივ სეგმენტად მოზარდები შერჩეული, რომ აი სულ ვეუბნები ხოლმე როცა შევდივარ ბავშვებთან, რომ თქვენ თუ მწვანე რევოლუციონერები ვერ, მწვანე ევოლუციის სულის ჩამდგმელები აუცილებლად უნდა იყოთ. არა უშავს, ეს ბავშვები გვასწავლიან ჩვენ. ამას გულისხმობ, ნახეთ, საბავშვო ბაღის ბავშვის მშობელი მეუბნებოდა, რომ სახლში რომ მოდის თებეა ქვია იმ ბავშვს, ზუსტად სახელით მახსოვს. შეუძლებელია თებეა არ გახსოვს. მასწავლისო? აქეთ ხო რომ ეს რატო ჩააგდე, ეს აქ რატო დააგდე, ამას მე ცოდუა ის ვინც უნდა მიხედოს და რაღაცა ისეთი პასუხისმგებლობა, ეს არის სწორედ მიზანიც, რომ ყოველდღიურ ქცევით პასუხისმგებლობაში გადაიზარდოს თეორიული. აპირებთ რომ მთლიანად მოიცვათ, თქვათ, ეტაპობრივად, ყველა სკოლა მოიცვათ. აუცილებლად ზოგადად ეტაპობრივად მიმდინარეობს დღეს. დაგეხმარებით ყველაფერში. უღრმესი მადლობა.
ეტაპობრივად ჩვენი თვითმიზანით სწორედ ეს არის, რომ გეოგრაფიული გადაფარვა მაქსიმალურად გაფართოვდეს. დამოკიდებულია ეს ეტაპობრიობა გარკვეულწილად როგორც ლოჯისტიკური, ისე ხარისხის უზრუნველყოფის ფაქტორებთან, რადგან ჩვენი მიზანი არის მაქსიმალურად ეფექტური და მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული იყოს ეს შეხვედრები. აი, რამდენად პროექტი ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს? პირდაპირ კავშირშია მე ვიტყოდი სრულ შესაბამისობაში მოდის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ჩვენი კამპანია, ჩვენი საინფორმაციო შემეცნებითი შეხვედრები, მათ შორის გამოვყოფთ რამდენიმე მიზანს, კონკრეტულად ეს არის მეოთხე მიზანი, ხარისხიანი განათლება. და ჩვენ სწორედ ამას უზრუნველყოფთ არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლება, მე-13 მიზანი ძალიან აქტუალური დღესდღეობით კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული, როგორც კლიმატის ცვლილების მართვა, ასე ამ ცვლილებებთან ადაპტირება, კოლექტიური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობების გაძლიერება და გათავისება, ასევე კლიმატის გავლენა ზოგადად ეკოსისტემებზე და ქცევითი ცვლილების ჩამოყალიბება. ასევე უმნიშვნელოვანესია მე-12 მიზანი მდგრადი რესურსების მართვის ნაწილში და ოპტიმალური გამოყენების ნაწილში და ასევე ნარჩენების მართვის პრინციპების ნაწილში, რომ ძალიან სწორად იქნეს თითოეული რესურსი, რაც გარემოს ბუნებრივი რესურსებია ათვისებული და გამოყენებული და მე ეს ბუნებრივი თუ ადამიანური ნარჩენების სწორი მართვა სწორად განხორციელდეს და ასევე უმნიშვნელოვანესია მე-15 მიზანი, რომელიც ხმელეთის ეკოსისტემების დაცვას გულისხმობს და ეს მთლიანობაში საბოლოოდ მოიცავს როგორც ბიომრავალფეროვნების, ისე ბუნებრივი რესურსების დაცვას. არაჩვეულებრივი და ეს ყველაფერი საბოლოოდ, ანუ ამას უღრმესი მადლობა უბრალოდ აი ორ სიტყვას დავამატებ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით, რომ აი სწორედ ეს კამპანია არის ერთ-ერთი მექანიზმი, კარგად ახმადი და ხილული მექანიზმი გლობალური საკითხების ლოკალურ დონეზე სწორად განხორციელების და ასახვის ნაწილში და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის და ეკოლოგიური ქცევის მქონე საზოგადოების ფორმირებას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც არის აი ესეთი რაღაც სლოგანივით გამოს მოუარე საქართველოს საკუთარი სახლივით, აი როგორც ჩვენ სახსული, ხო? ჩვენ მე უკვე სადარბაზოს და აი მე უკვე ესე იწყება, დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან გადაგარჩენ და გადამარჩინე. გადაგარჩენ და გადამარჩინე. კი ბატონო. არაერთი დაცული ტერიტორია გვაქვს და ეს ხანძრები გვახსოვს რაღაცა, მთელი სერიები იყო ამ ხანძრების. ძალიან მოფრთხილება უნდა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს და ბავშვებიდანვე უნდა ვიცოდეთ და ის ბავშვები წეღანს მართალი თქვი, რომ ის ბავშვები გვასწავლიან, როდესაც ესეთ ცოდნას აძლევენ ამ ბავშვებს, უკვე და იმათი მომავალი თაობაც თავის შვილებსაც ახსრდიან. დიდი მადლობა. მე მინდა კიდევ თქვენ სამსახურს თქვენ გადაუხადეთ, მაგრამ მე აუცილებლად დიდ მადლობას გადავხდით თითოეულ თანამშრომელს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კი თქვენ წარმოადგენთ, თქვენ ბრძანდებით სტუდიაში, მაგრამ ამ ყველაფერზე უამრავი ადამიანი მუშაობს, თქვენ ხელმძღვანელიანად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი გადაცემა ყოველთვის ამ ასეთ თემას დაუთმობს ძალიან დიდ დროს და გელოდებით კიდევ აუცილებლად წარმატებებს ძალიან ბევრი წარმატებებს და წარმატებებს გისურვებთ.